სიტყვები არის, მუხა იგრძნობა, სპირტი მეტად იგრძნობა, აქ უფრო მოდის კარამელი, ბალახებიც არის. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თეიმურას ვაშაყმაძე, თქვენ უყურებთ ქამადის სახლს და დღეს ჩვენ გვაქვს ფინალი, ბრმა დეგუსტაციის ფინალი. დიახ, თუ თქვენ არ გინახიათ ვიდეოები, სადაც მე ჩავატარებ ბრმა დეგუსტაცია ქართული ვისკების, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ და ნახავთ. ქართულ ვისკებში მოიგო ჯიმშერ ბრენდი კასკმა. ეს არის ბლენდი, ჯიმშერის ვისკი, რომელიც არის დაძველებული კონიაკის კასში, ანუ ბრენდის კასში. შოტლანდიურ ბლენდებში აი აგერ იქნება ბმული, მოიგო Red Label-მა და ირლანდიურ ვისკებში ბმულიც აქ იქნება, მოიგო West Cork-მა. დღეს კი მე გავივლი ამ სამივე ვისკის და გადავწყვიტავ ჩემთვის, იმენა ჩემთვის, რომელი ვისკი არის ყველაზე გემრიელი და საინტერესო აი ამ ბლენდებიდან. მოდით აბა დავიწყებ, გადმოვასხამ, როგორც ყოველთვის ყველა ბოთლი არის დანომრილი და ჭიქებიც არის დანომრილი. პირველი ნომერი, მეორე ნომერი და მესამე ნომერი. აბა დავიწყოთ. სანამ მე ვასხამ, ვინც პირველად უყურებს ამ ვიდეოს, მინდა აგიხსნათ, რატომ დავიწყე ამ ვიდეოების ჩაწერა, იმიტომ რომ ახლობელმა მკითხა, რახან მე ვარ ვისკის მოყვარული ენთუზიასტი, კოლექციონერი, რომელ ვისკის მირჩევდიო 100 ლარამდეო. და სიმართლე რო გითხრათ, ვერ ვუპასუხე, არ მქონდა არჩევანი, იმიტომ რომ აი ეს ბლენდები кайხანია, вообще, რაც აი ვისკის სამყაროში გადავედი, ბლენდებს აღარ ვსვამ, არც მაინტერესებს და ამიტომ გადავწყვიტე გამეხსენებია როგორი არის ეს ბლენდები და ჩამეწერა ვიდეო, რომ მე თვითონ ვიცოდე აი ასე 100 ლარამდე რომელ ბლენდს გავუწევდი რეკომენდაციას. და დღეს არის ფინალი. აბა დაგვრჩა ჩვენ ახლა ირლანდიული West Cork-ი და ვნახოთ. ფერით ვერ გაარჩევთ, ძალიან ახლოს არის სამივე, მოიცადეთ, მგონი West Cork-ი მეტი მომივიდა, მოიცადეთ, ცოტა დავამატოთ. ამას თორე მერე აი ასე და ბრენდი კასკსაც დავუმატებ. სულ ცოტა. აბა დავიწყოთ. ბოთლებს ახლა მე როგორც ყოველთვის გადავდებ, რომ არ შეგვიშალოს. მე დავუძახებ თეონას, მოვიხსნი სათვალეს, დავხუჭავ თვალებს და თეონა, აბა ჩაატარე შენი მანიპულაცია, მე რო არ ვიცოდე რომელ ჭიქაში რომელი ვისკი ასხია. აბა დავიწყოთ. დავიწყებ მარცხნიდან, როგორც ყოველთვის, ჩემთვის მარცხნიდან, მარცხენა ჭიქიდან და ვნახოთ რა არის აქ არომატზე. აი ჯერ იცით რა მინდა რომ გავაკეთო, აი სამივეს გავივლი, არ ვიტყვი ჯერ არაფერს. ეს უფრო მოტკბოა, უფრო კომპლექსური არის ვითომ. ამაში კი მეტი ქიმიური და სპირტული ნოტები მოდის. აი ჯერ ცხვირზე, даже არ ვიტყვი რა ვიგრძენი, აი პროსტა არომატზე, აი ცხვირზე რო წავედი, აი ასე გამომივიდა. შვანა ჭიქა გამოდის პირველ ადგილზე, ბოლო ადგილზე არის მესამე და აი ეს პირველი არის მეორე ადგილზე. ეხლა ნახოთ აბა რა არომატები არის. სიტყვები არის, მუხა იგრძნობა, აბა დავაგემოვნო.
ტკბილია. ძალიან ტკბილია. ახლა დიდი კომპლექსობა აქ არ არის, კომპლექსური ვისკი არ არის. ცოტათი გავს ჯიმშერს. აქ ფინიში ოდნავ უფრო გრძელია. გონი რედი არ არის. გამოდის ვესქორქი უნდა იყოს? საინტერესო ვაფშე გავარტყამ თუ არა. უკვე რამდენი ხანი გავიდა ჯიმშერი დავლიე გამოდის სადღაც 1 თვის უკან, მერე არც გამიხსნია, არც დამილევია. მერე შოტლანდიელები სადღაც 2-3 კვირის უკან, 2 კვირის უკან იყო ვესტქორქი და აი ახლა სამივე. აი აქ ეს რედი ხო არ არის. სპირტი მეტად იგრძნობა აი ამ სამში. აქ უფრო მეტად იგრძნობა სპირტი ცხვირზე. ეხლა ცოტა დავიბენი, აბა გავიაროთ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მე დიდი სომელია არ ვარ. აი ასე რომ გითხრათ თან რომ აი გავარტყამ რომელია და მაგი არა, მაგრამ მოდით აბა ავარჩიოთ რომელი მომწონს მე. საინტერესოა, ძალიან მაინტერესებს, აბა ისევ მოდით აბა რეცეპტორები განვაახლო. ხო, აქ ცოტა ყურძნისეულიც მოდის და მითო რაღაც აი მგონია რომ ჯიმშერი არის ეს. ცხვირზე არ არის ცუდი. ბევრ რაღაცას ვერ იპოვით ამ ვისკიში, მაგრამ აი მუხას იპოვით. აი რაღაც ხო, იგრძნობა რომ არის კონიაკის კასრი მგონი. აი ყურძნისეული რაღაც ნოტები მოდის. ჩირები ბლომად არ არის, მაგრამ არის უკანა ფონზე კარგად მოდის. აბა კი, გავს ჯიმშერს. გავს ჯიმშერს. ეხლა რო ვიხსენებ.
ნორმალური ვისკია. მაგ ფასში, მოიცათ, სანამ ამაზე გადავალ. აი აქ არ არის ისეთი ვისკი, მაშინ ძალიან არ მომეწონა ბალანტაინსი, არ ვიცი, ნახეთ თუ არა ის ვიდეო. აი ეს ახლა აქ გამოვა ისე მული, თუ გაინტერესებთ, აი შოტლანდიური ბლენდები ალბათ ამ ვისკებიდან ყველაზე ცუდი იყო. ხო, არ მომეწონა, მეტად არ მომეწონა შოტლანდიური ვისკები და აი ბალანტაინსი იყო რაღაც არ ვიცი რა, ძალიან ცუდი ვისკი. ეხლა ვითომ ჩაიკეტა? აბა. აი აქ ეხლა არომატზე უფრო მოდის ხილი, ну აი უფრო აი ჩირები და სიტკბო მოდის ვიდრე აქ. აქ უფრო მოდის კარამელი. ბალახებიც არის. აი რო ამბობენ ინგლისურად და earthy. აი რაღაცა მიწის. რატომღაც აი ეს მგონია რომ West Cork-ია. მაგრამ აი ცხვირზე ეს უფრო მხიარულია, უფრო აი ისეთია რა, აი ტკბილი, აი რა ცოტა დარჩა, ხო? ეს კი აქ კასრი მეტად იგრძნობა даже ცხვირზე. აი მუხის ნოტები მეტად იგრძნობა და კარამელი კარგად იგრძნობა. უკანა ფონზე მგონი არის სანელებლები ძალიან შორს. იცით რა? აი ეს რო გაიხსნა, აი ერთად გავიყვან ამას. აი ეს ორი ალბათ თანაბრად არის და აბა მესამე ვნახოთ. ხო, მესამე ალბათ მართლა ჯონი ვოკერია. სპირტი მეტი იგრძნობა. აი ამ ორში სპირტი ბლენდებია, არ არის ძვირი ვისკები, ალკოჰოლი უფრო კარგად არის ინტეგრირებული ჩემი აზრით. აქ იცით როგორ არის? აი გააჩნია როგორ დაადეგუსტირებთ რაღაც მომენტში ამოგარტყამს სიმწამსვე ალკოჰოლი. ხო, ცხვირზე ეს არ მომწონს ყველაზე მეტად. აი ალბათ ასე. რა ვიცი. აი აქ უკვე არჩევანი ძნელია, რო ვთქვა, პირველ და მეორე ადგილზეც გავუშვებ ამ ორ ჭიქას. არ ვიცი, მეც მაინტერესებს გავარტყი თუ არა, შეიძლება ვერ გავარტყი. აი ეს არის უფრო მხიარული, უფრო მოტკბო, უფრო ყურძნისეული. ხო, არის ჩირებიც, შეგიძლიათ იპოვოთ. აქ არის უფრო ალბათ კლასიკური არ ვიცი, მაგრამ უფრო ვისკისკენ მიდის, აი კლასიკური ვისკისკენ უფრო მიდის. კი. და საინტერესოა, გემოზე ფინიში ალბათ ერთნაირი აქვს, სამივე სწრაფად ქრება. დიდ არომატს არ ტოვებს. აქ ეხლა წამოვიდა ცოტათი ვიგრძენით სულ ოდნავ, არ ვიცი, ტორფი. ეს ხომ არ არის, black cask ხომ არ არის. გამომწვარი რომ არის ორჯერ. კვამლი ვიგრძენი.
საინტერესო ისე red label-ი ხომ არ გავიყვანე წინ, მაგრამ ალკოჰოლია ძალიან ცუდად ამ მესამეში. ხო და გემოზეც. კარგით, აბა გავხსნათ კარტები. მე ასე ჩამოვყალიბდები. აი ფინალში ალბათ ეს ორი არის პრიორიტეტში, ფავორიტები. ალბათ აი მაღაზიაში რო ვიყო, ხო, ასე ჩამოვყალიბდები, ვიტყოდი ანეს. და ამაზე ვიტყოდი, აი თუ გინდა უფრო ხილებისკენ და მოტკბო არომატი მიიღო და აქეთ თუ გინდა უფრო კლასიკური არომატი. აი ასეთი off note-ებს რო უძახიან, აი ამ ორში ვერ ვიგრძენი. მოდით დავიწყოთ ბოლო ადგილზე ვინ არის? მეორე. ეს გავარტყი red label-ი. ხო, red label-ში აი ოდნავ ტორფი, კვამლი იგრძნობა, არ ვიცი. black label-ში რა თქმა უნდა არის, ჩვენ ეს ყველამ ვიცით. მაგრამ აი red-შიც ახლა იგრძნობა. შეიძლება ცოტა არის ამ blend-ში. აბა ვნახოთ შვანა რომელია. 3. Westcork. ესე იგი, ესეც გავარტყი და გამოდის ჯიმშერას გავარტყი? ჯიმშერი ალბათ ყველაზე იოლი იყო იმ ხრივ, რომ აი უკვე როცა გაიხსნა, აი ეს ყურძნისეული და ჩირის არომატები რო წამოვიდა, მაინც საინტერესოა ეხლა. კაია. ესე იგი გამოდის და ჯიმშერი. ჯიმშერი ბრენდი კასკი და Westcork-ი black კასკი იქნება ალბათ ჩემი რეკომენდაცია იმ ვისკებიდან, რაც ახლა ამ ვიდეოებში დავაგემოვნე. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ვისკები 100 ლარამდე, მაგრამ აი აწი უკვე ვინმე თუ მკითხავს, ვეტყვი. ან აიღე ჩემი გემოვნებით, ხო, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, სუბიექტური, ეს არის მარტო ჩემი გემოვნება და ეს არ ნიშნავს, რომ მე რაც მომეწონა, ეს თქვენ მოგეწონებათ. მაგრამ აი ჩემი გამოცდილებით, ჩემი ხედვით ეს ორი ვისკი ჯობია Red Labels და აი ერთ იმაზე გავიყვანდი რა. უპირატესობა დიდი არცეც არ აქვს. აი ეს შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო იყოს, მაგრამ აი თქვათ ამას აკლია ჩირები. ამაში ეს არის, ამიტომ აი ეს უფრო ცოტა მხიარულია ჩემთვის. ხო. და აი ეს უფრო ვისკისკენ მიდის. ამიტომ თუ თქვენ აი ცოტა გინდათ ყურძნისეული Georgian brandy cask. თუ გინდათ ცოტა უფრო კლასიკურისკენ, ალბათ Westcork black cask. აბა ეს არის. მადლობთ რომ უყურებდით ამ ვიდეოს. დაწერეთ კომენტარებში თქვენ თუ გაქვთ გასინჯული ეს ვისკები და რომელი არის თქვენი ფავორიტი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო და წარმატებები. დროებით.